მინდა დავიწყო ძალიან საინტერესო ამბით, ალბათ გადარბენეში იყავით ბატონო ბექა და არ წაიკითხეთ სააკაშვილის ახალი სტატუსი, ოპუსი, ასე ვთქვათ. გამომწერი არ ვარ მე. ხო და აი უყურეთ მე არ ვარ გამომწერი, მაგრამ აუცილებლად უნდა ასე ვთქვათ ავადნოთ თვალი, რადგანაც ფურუნკული რო იყო ჩვენ ვიცოდით, მაგრამ ასე რომ გასკდებოდა არა. მოდით რატომ ვამბობ ამას? ჩვენ ნაცებს ძალიან სამართლიანად ვეძახდით ნაცებს, ფაშისტებს. მაგრამ ზოგიერთი ურწმუნო თომა გვეუბნება რომ აჭარბებთ, ხო როგორ შეიძლება მართლაც ფაშისტებს შევადაროთ. და აი რამოდენიმე ამონარიც წაიკითხავთ სააკაშვილის ფუნდამენტური შრომისგან, რომელიც ერთ სტატუსში ჩაატია. გავუსწოროთ სიმართლეს თვალი ამბობს. არანაირი ერთ საქართველო არ არსებობს, აღარ არსებობს. არის ორი ცივილიზაციოდ გაყოფილი საქართველო. პირველი, რომელსაც უყვართ ქვეყანა, ესგებათ რუსეთი და მეორეს, ანუ ჩვენ გვეძახის გრუზინებს. შემდეგ მიდის რომ ვინ არიან, ასე ვთქვათ, გრუზინები, ვინ არიან ნამდვილი ქართველები და გრუზინების ტრადიცია ნიშნავს ქართულ ჯირულ პონს, ისინი საზრდოობენ ზიზღით, იკვებებიან იმედის სიუჟეტებით, ემპათიის განცდა არ გააჩნიათ და ასე შემდეგ. და მე იძახის რომ ჩვენ ცოტანი ვართ, ისინი ბევრნად დავამარცხებთ. გამარჯვების შემდეგ წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი, რათა აღარასოდეს დაუშვათ მათი აღზევება. ნუ ჩვენ მოკლავს გვიპირებს პირდაპირ, ანუ რას ნიშნავს? სხვანაირად ვერც გაიგებ, მაგრამ აი მე იწყებს ძალიან საინტერესო ამბავს. ჩვენ გავსხავდებით ჩვენი, უყურე, საუბრის მანერით და ლექსიკით. ჟესტიკულაციით, მიხრა-მოხრით, თვალების გამოხატულებით და ამის შემდეგ ყველაზე მთავარი, გავსხავდებით ანთროპოლოგიურად. ანუ, როდესაც ადამიანი ამბობს ანთროპოლოგიურად, რა არის ნაციზმი? ნაციზმი არის ცრუ მოძღვრება, რასობრივი დისკრიმინაციის დამკანონებელი, ოღონდ დისკრიმინაციის კი არა, რასობრივი გენოციდის, სხვა ერების გენოციდის მიხედვით არიული რასა შეერთდა რა სემიტურთან, აი ესეთი სიბინძურე წარმოიშვა ნაცისტების თავში, დაეცა არიული რასა და ამიტომ არ უნდა დაუშვათ არიულმა რასებმა, არ უნდა დაუშვან სხვა ჭუჭყიან დაბალ რასებთან ურთიერთობა და უნდა გაანადგურონ. და ეს ზუსტად ერთი დარჩა მარტო ფარგალი მოიტანოს და თავის ქალა გაგვიზომოს რა. არის ამოცა დამკიც და რამდენიმე წელი ეგ კიდევ ხელ არ ეწიფება და მადლობა ღმერთს. პირველ რიგში მადლობა შალვა მოწვევისთვის. მინდა მივესალმოთ ჩვენს ტელემაყურებელს, მიულოცოთ დღევანდელი არაჩვეულებრივი დღე, მეფე ერეკლის დღეობა, ჩვენი დიდი მეფის, მეომარის, მორწმუნის და მართლაც დიდი მოღვაწის, ასევე ვისარგებლოების შემთხვევით და ხვალინდელ ილიაობასაც მიულოცავ მთელ საქართველოს. ვიაროთ ერეკლეს და ილიას გზით და ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნაკლებ სავარაუდოა, რომ უახლოეს 100 წელიწადში სააკაშვილის გზისთვის ვიაროთ ან მისი მსგავსით. ხო, მსგავსით. ნუ ეს წარმოუდგენელია, ხა ჩვენ ხო გვესმის, რომ ეს არის ან უკიდურესად გაბოროტებული ადამიანის ფაშისტის ან შეურაცხადი ადამიანის განცხადებული. მე მგონი ფაშისტის. აი არ მინდა როგორ შეურაცხად ისე მიუდგე რა. თუმცა მას ჰქონდა იმ თავითვე და მის გუნდს, ძირითად იდეოლოგიურ გუნდს ჰქონდა ის ხაზი, რომ მათ უნდა ახალი ადამიანის შექმნა, გრუზინებად მიაჩნდათ და მიაჩნიათ. თვითონ ეტყობა არ იყო ბავშვობაში სუფრაზე დაპატიჟებული, ძულდა თამადა, საჭმელი წღვინოც და ამავდროულად და მე რომ მოუწია თქვა კიდეც ამ სიამესთან ზიარება, მე თვითონ გახდა ფეტიშისტი ამების და თამადაც თვითონ იყო პატარძალიც და რა ვიცი, ზურნა დუდუკიც და ეხლა მისი ეს ყველა განცხადებები, რა თქმა უნდა, ეხლა ნუ რაღაცა სევდის და სიცილის მომგვრელია, რაღაც ნაზავია ამაში. თუმცა როგორც კი მიეცემა საშუალება და ამას შავ სიზმარში არ წარმოვიდგენ, მას კი არა, მის იდეოლოგიას მე მაგალითად განმაცვიფრა ისეთი ზღიზღის ფრქვევა ინტელექტუალურ ენაზე და ჰაბიტუსით, მაგალითად როგორც არის ქადაგიძეა თუ არ ვცდები ის ბატონი, რომელიც ილიაუნის ერთ-ერთი ყოფილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ხო, ვიცი, კი, ქადაგიძე. ნუ მან ჩამოთვალა, ვინ უნდა დაისაჯოს და ვინ უნდა სია გააკეთა, აგოს პასუხი. ჩვენ ვართ სიაში მე მაგალითად. არა, უკეთესი იცით რა, ის ჟურნალისტები, პროპაგანდისტები, ის არა მხოლოდ ბრძანების გამცემი პოლიციელები, არამედ ისიც კი, ვინც ვინმე დააკავა ქუჩაში. სპეცნაზელი, აბსოლუტურად სახელმწიფო ყველა ინსტრუმენტის, ყველა ფრთის
პრაქტიკული, არ ვიცი, რეპრესიების ახალი ტალღა არის გამოცხადებული და ამიტომ ერთმა დაიფაროს საქართველოს. ცხონებული შევარდნაძე იძახდა სხვათა შორის სააკაშვილის ტელევიზიით რო უყურებდა, ხა ვის მოსწონდა და არ მოსწონდა, შენ იყავი ხალხში, რომელსაც არ მოსწონდა და ღიად აკრიტიკებდი. ვებძოდი კაცო, რა ხო, ებძოდი, სერიოზულად, მის მომაყალებაში რის გამოც მეტყვა დამსაჯა ყალებაში შენ კონდა რის გამოც მეტყვა დამსაჯა კიდე სააკაშვილს რო უყურებდა ასეთი რამე თქვა ერთხელ და ეს არის ახლა სოციალურ ქსელში რომ ეს უნდაო საქართველოს რო ახლა კიდე ციხე უნდაო და კიდე ჩალპობა და დალპობა ნამდვილად არ უნდა რა თქმა უნდა მით უმეტეს ახლა ესეთი კაცთმოძულე ერის მოძულე ფაშისტური რა ანუ რა გამოდის რომ ადამიანი უბრალოდ ქართული შიშისგან ამ კურდღელს დაავიწყდა საქართველოს პრეზიდენტს ყოფილს დაავიწყდა ქართული როცა დაიჭირეს თარჯიმანი თუ დარბოდა უკრაინის დროში უკრაინა უნდა რომ ღეროდა უკრაინელი ვარო და აქედან გამიშვიდა ფეხებზე მკიდია საქართველო ხო იძახდა ამას მაგრამ აქ უფრო დამამწუხრებელი გარემოება ისაა რომ სააკაშვილი არ აღმოჩნდა ერთი კაცი აი სააკაშვილი აღმოჩნდა კოლექტიური სააკაშვილი როგორც ნაცმოძრაობა არის რა კოლექტიური ნაცმოძრაობა წინთ რომ ნაცმოძრაობას ვეძახთ კოლექტიურზე შეკაიდედმა მიშვილო პოლიტიკურ მდივნად სალომე სამადაშვილი რო გიზის პოლიტიკურ მდივნად რა თქმა უნდა ეხა პოლიტიკაში ვინც ერკვევა ის ხდება ხო პოლიტიკური მდივანი რა მაღალი თანამდებობის პირია და რა გავლენის პოზიცია არის ეს ზოგადად ნებისმიერ პარტიაში ხო და რამხელა პასუხისგებლობას და იდეას ატარებს ეს იდეას ამ შემთხვევაში ბჭყალებში ხო ანტიიდეას მე ესე ვთქვი კოლექტიური სააკაშვილის უბედურება არის რაც შეეხება რომ ის განგვასხოვებს ჩვენ ხა მოდი ვკითხოთ მას ბიძამისი თემურალასანია რო იძახდა რომ ქართველებს დედა უნდა ეხლა რა სიტყვებით იძახდა არ მინდა ის რომელ გრუზინებს ეძახდა თუ ქართველებს ეძახდა რომლების გრუზინებს გერჩის კი ბატონო ხო ეს მათი ოჯახის დამოკიდებულებაა ზოგადად რა ჩემ ცხოვრებაში მსგავსი სიტყვა რაც უნდა გამწარებული ყოფილიყავი საზოგადოებას აი ამჟამადაც ვიზეც ვარ გაბრაზებული ვისაც აბსოლუტურად არ ვეთანხმები ვიზეც მეცად საერთოდ ვერ ხვდები რასაკეთებს აი საერთოდ რასაკეთებს და რასებს და რასებს საერთოდ იმთავითო ეხლა უკვე გასაგები ეხლა კულმინაცია აქვს ყველა მხრივ კულმინაცია აქვს ეხლა არის ეს ბოლომდეც ეს ყველაფერი ეს არ არის აქ მოგონილი აბა სამწუხაროდ სად იცით რა სადაც მოიგონეს რომ ქართული ოცნებისთვის რუსი უნდა დაერქვათ და სადაც მოიგონეს რომ საპატრიარქოსთვის რუსი უნდა დაერქვათ და სადაც მე აგერ ახლახანს გამოვიდა ახალი ამბავი რომ ეგზარხოსი მართავს თუ რომ ეგზარხოსი ზოგადად საეკლესიო იერარქიაში არ არის შეურაცხყოფელი ზოგადად ბიზანტიური ეკლესიიდან წარმომადგენელს არა ეგზარხოსი ახლა ჩვენთან არასოდეს არ იხმარებოდა ეს საქართველოში რომ ჩვენ ცუდი პრაქტიკა გქონდა გამოცდილება ძალიან სამწუხარო რა თქმა უნდა მაგრამ დაუძახო შენ დღევანდელი ეკლესიის საჭეთპყრობელის მოსაყდრეს ეგზარხოსი ეს არის უკიდურესი არ ვიცი ახლა ამაზე მეტი ცოდვა რა უნდა ჩაიდინოს ადამიანს მე გამახსენდა აი ეს დოროთე რო არის მამადორთ მე ანაფორას პატივცემ და ვერაფერს ვერ დავამატებ ისეც რამაც შეიძლება შეურაცხყოს ეს ადამიანი მაგრამ თვითონ ისეთი მის და მის მეგობრებს ისეთ რაღაცებს ამბობენ მე მივესალმები შენს ესეთ აი იმთავითო პოზიციას შეურაცხყოფისგან თავი უნდა შევიკავო და მეცაც გეტყვი რა მე ბოდის ვუხდი წინასწარ თელ ქართულ 60 ქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას რომ მიწევს ამ საუბარში შემოსვლა დისკუსიაში მაგრამ თვითონ ამ მამაო ბატონმა თავად შექმნა პრეცედენტი იმის რომ ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ერის კაცი როგორც პოლიტიკოსი ხო მხარდამჭერი ხო მხარე იმიტომ რომ ჩემთვის და დარწმუნებული ვარ შენთვის ბავშვობიდან იმას რასაც ჩავძახებდნენ ჩვენი ბებიები და ბაბუები იყო ის რომ მართლმადიდებელი მღვდელი არის უპირობო ავტორიტეტი და ჩემთვის ასეთადაც რჩება ჩემს ყოველთვის ერთი იყო მღვდელმსახურს მე ფიზიკურ თუ სხვა მდგომარეობაში რა ფორმაში ვნახავდი ხო გარეგნულ ის ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად იყო მოძღვარი ეხლა მოძღვარი რას ნიშნავს ხო თუ შევალთ ეხლა როგორც მამა დოროთე კადნიერდება და შემოდის მოძღვარი არ არის ხო ერთი მხარის მოძღვარი მე უამრავ დიდ მოძღვრებთან დღევანდელობის მამებთან ეპისკოპოსებთან მიტროპოლიტებთან მქონია ურთიერთობა და არასოდეს მათ მიუხედავად იმისა რომ მათ თავიანთ აზრი აქვთ არასოდეს არ უთქვამთ ხმამაღლა რომ თუ მე მის მხარეს ვიყავი თქვენ ხართ კაი ბიჭები და ისინი სულ ყველანი არიან მკვლელები ახლა ის კაცი საერთოდ შევიდა არ ვიცი მე
მე არ ვიცი ამას რა დავარქვა, ეს არის უდიდესი მორალური ჩიხი და მე მენანება, თითოეული ქართველი მენანება, არამც თუ მართლმადიდებელი მოძღვარება, მან თავად ჩაიგდო თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ მინიმუმ 1.5 მილიონი ადამიანი მას მოდი გულზე ხელი დავიდოთ, განიკითხავს ხო საკუთარ სამზარეულოში და მართებულადაც, როცა შენ მის ოჯახის წევრს ყველს ეძახი უპირობოდ, შეურაცხყოფას აყენებ ეკლესიის წევრებს. ახლა იქ გაიჟღერა თითქოს რომ მე პატრიარქი მიყვარს, მე პატრიარქს ვემორჩილები და არ ემორჩილები მის მიერ გამორჩეულ თანამოსაყდრეს. არ ემორჩილები მის მიერ გამორჩეულ დევსახურებას. ლოგიკა იცით რაშია? ესა მე მიმაჩნია მაშინ პირდაპირ ვიტყვი გაჭრილად. მე ეს პროექტად მიმაჩნია, რომელიც აქ არ დაბადებულა. აქ არ დაბადებულა. ეს პროექტი არის დაწერილი, შექმნილი, ამას წინ ჰქონდა ძალიან დიდი წიაღსვლები. მე მინდა შეგახსენოთ ხალხში შერქმეული ცრუპეტრეს აი ეს ეპიზოდი, როდესაც ყოფილმა მეუფე პეტრემ იერიში მიიტანა პატრიარქს. კბილები შეამტრია დაუძლებელ წინააღმდეგობას, ხო? და დამთავრდა. იმიტომ რომ საქართველოში კათოლიკოს პატრიარქზე ილია მეორეზე აუგის თქმა ეს მადლობა ღმერთს ფიზიკურ სიკვდილს არ ნიშნავს სასჯელი და ისგოი ადამიანი ხდება კი ბატონო მუსლიმ სამყაროში თუმცა აქედან გამოსავალი აღარ არის შენ საკუთარ თავს შემოხაზავ იმ წრით რომელსაც მოჯადოებაზე უფრო ძნელი ჯვარი ახლავს რა შესაბამისად ეხლა დაიგეგმა იმგვარად ლოგიკა მე რა უნდა თამად აი მე გეტყვით ეს ლოგიკა საკმაოდ და ცუდი რა ხდება აქ მასაც ქონდა სხვათაშორის მე კიდევ ერთხელ ვუხდი ეკლესიას და არა პიროვნებებს ბოდის რომელსაც წამოცდენა ქონდა თავად რომ ეკლესიას ერისკაცი ვერ დაანგრევს ეს უკვე იყო იმის გამოთქმა რაზეც იყო საუბარი ბექოფიში რომ რა იმიტომ რომ ველმა უნდა შექმნას დიდი პრობლემა და გეტყვით კიდევ ერთხელ გიმეორებთ რატომ არის რომ ის პატრიარქს აქებს სალი ხელი და მეორე ხელი შეიძლება აძაგებდეს მეუფეებს რომლებიც ასევე პატრიარქის შვილები არიან მოწაფეები არიან და გამორჩეულები არიან მღვდელსახურებში ეს მეთოდებია სინამდვილეში რა უნდა რა დავალება ან რა ადვილეში დავალებას ყოველ დღე ლაპარაკობს რომ რუსული ხო დაბრენდეს ეს ამას მიაღწიეს მოდი ვთქვა ვაღიაროთ ამას მიაღწიეს ეხლა იმისათვის რომ ეკლესია შიში ქონოდა მხარი არ დაეჭირა ხელისუფლებისათვის და შეკაიდედმა მიშვილო ყოველ სისხამდილით ეკლესია და ყველა მორწმუნე მთავრობას და მხედრობას ავედრებს ღმერთს ხო რა არის აქ რომ რომელ პატრიარქსა და რომელ ხელმწიფეს შორის რომელ ხელისუფლებასა და რომელ სამღვდელოთა დასს შორის არ ყოფილა რაღაცა სინერგია, არ ყოფილა რაღაცა კოოპერაცია. ეს ადამიანები ვართ. კეისრისა მიეციო, კაცო, ქრისტეს სიტყვებია, ხო? ეხლა ეს ადამიანები ცდილობენ შიგნიდან რაღაცნაირად ეგონათ რომ დააკომპლექსებდნენ ეხლა მღვდელსახურებს დღევანდელს. აი დღევსახურებს და იტყოდნენ რომ თუ შენ ამას ხარს დაუჭერ, შენც რუსი ხარ. ხო, რუსი ხარ. რუსეთში ნამყოფობა გახადეს მღვდელსახურებისათვის, ვითომ რაღაცა შავლაკად, ნუ რაკნან ამ ხალხმა ბრუსელში არ იყო კაცო ეს სასულიერო სემინარები და აკადემიები. მართლმადიდებლური კატეგორიებით თუ იმჟერებთ. რუსეთი ყველაზე ძლიერი მართლმადიდებლური. მე ეხლა ამ შემთხვევაში მოდი. რატომ არის დასაძლებელი? მოდი ნუ გავხდებით ზოგადად აი ლოგიკა არ მესმის. აი მეორე იმ მოვლენის რასაც ქვია რუსული იმპერიალიზმი ამის ადვოკატები არ გამოუდგებით, მაგრამ სასულიერო. ხო, სასულიერო სფეროში, ხო. სეკულარული რაღაცა ხო უნდა გავყოთ. ამდენ ხანს გვიჩიჩინებდა დასავლეთი რომ გვაცალეთ ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოს გაშენებინებთ და ნუ ჩაერევით ეს რას ნიშნავს? მაინტერესებს. ამ ადამიანს ეხლა ძალიან წინს რომ ამას ვამბობ, მაგრამ ზუსტად ისე მოიქცა როგორც სალომე ზურაბიშვილი რა. მამლის პირველ ყივილამდე კი არა და პატრულის პირველ სირენამდე უარყვეს ეს პაატა ბურჭულაძე, რომელიც ეხლა ამ რევოლუციაში და ამ ზამხობაში, გადატრიალებაში ასრულებდა იმ ვარდის როლს, რომელიც სააკაშვილს რო ეჭირა. როგორც იმ ვარდს არ ეკითხებოდა არავინ არაფერს, ხელში რო ეჭირა სააკაშვილს, ისე პაატა ბურჭულაძე. ეს უნდა ყოფილიყო დროშა უნდა ყოფილიყო პაატა ბურჭულაძე. დამზადებული იყო იქო ჩვენი თვალით დავნახეთ სალომე ზურაბიშვილი რა უნდოდა პრეზიდენტის არა ეგ ჩვეულებრივი ამბავი იყო როგორც ვარდების რევოლუციის დროს ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარე მე ნინო ბურჯანაძემ შეასრულა მე გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ასე შემდეგ ეს სცენარი იყო ზუსტად და მამა დოროთემაც 5 წუთში უარყო პაატა ბურჭულაძე და მეცაც გეტყვით სხვა შორის ჭკვიანი კაციც არის გამოვიდა მიტინგზე და მე დაასველა ორი სიტყვა რომ არაძალადობას და ნუ რაღაცნაირად ესე შლეიფი შეიქმნა რომ თითქოს ის იყო მშვიდობისკენ და ნუ ეს ხალხი გაწირეს აშკარად არადა
თქვენ ხო იცით რომ ეს მათი მოგონილი არ იყო. იქ საერთოდ რამდენიმე ადამიანს დაღვრემელიც კი ქონდა სახე, იმიტომ რომ ეთყობოდა რომ მათ სხვანაირად აგულიანებდნენ და მე როცა საქმეზე მიდგა როგორც რაც არის ახლა ნაცისტის ანატომია რაც არის მიატოვეს და მიაგდეს ადამიანს. თქვენ არ გახსოვთ როცა წავიდნენ ისინი ხელისუფლებიდან რამდენიმე იმ წუთასვე გავარდა და დღემდე დარბის ევროპაში და სამწუხაროდ უკრაინაში, ხო? და ადეიშვილი. ხო, ამათ კი აგაშენებს ღმერთი რა, კარგად ბრძანდებოდეთ უთხეს და წავიდნენ თვითონ და ძალიან ბევრი ადამიანები, ვისაც ავალებდნენ სისაძაგლის შესრულებას, ისინი შეატოვეს მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაში ესე იყო. ეხლა მე კიდე ერთხელ ვიმეორებ რა, როდესაც მამაო გამოდის და ამბობს რომ მე მაქვს აზრის გამოთქმის უფლება და აქვს კი ბატონო, მაგრამ მე რომ დავიწყო ეხლა ლაპარაკი რომ ჭინჭარი არჩევს სისხლის გათეთრებას და თეთრი ხალათი მეწვეს, ეს ნორმალური არის? როდესაც გიყურებს პაციენტი ან დასნეულებული ადამიანი, მაშინ გაიხადე, შეოჯახაშენებულო ეს ხალათი და როგორც ექიმიკი ნუ მელაპარაკე როგორც ჩვეული ადამიანი, რომელსაც სუბიექტური აზრი გაქვს, ან ახალი იდეა გაწუხებს. და როდესაც ამბიონიდან შენ ლაპარაკობ, რომ მკვლელები არიან, რუსები არიან, ეს თუ დავალება არ არის, ეს მღვდლისთვის ნორმალური არ არის, ხო? აგდებული მოხსენიება იქ მამების მე ვარ არქიმანდრიტი, ეხლა ეს გავთვითცნობიერებები ადამიანსაც არქიმანდრიტი რა არის და დეკანოზი რა არის ეხლა და მათ შორის იმ ხალხისთვის მე არავისზე მეტი პაპი არა ვარ, მაგრამ ვისაც გვაძაგებს ნამდვილად გვიყვარს ეკლესია, დავანებოთ ღმერთი ყველას უყვარს ალბათ თავის გულში, ყველას თავისნაირად წარმოუდგენია, მაგრამ ადამიანებს რომელსაც აქებს და იძახს, რომ ესენი არიან მხოლოდ ნიჭიერები და სულ ყველა დანარჩენი უტვინოები, ბნელები და ასე შემდეგ. ხო იმას მე მგონია მაინდა-მაინც ეკლესიის სიყვარულს შემჩნეული არ არიან. ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრ აქციაზე გვინახავს. ეხლა ადამიანი რომ გამოდის იმორ ტელევიზიაში, რომელსაც 5000-ზე მეტი გადაცემა აქვს მომზადებული სიუჟეტი პატრიარქის საწინააღმდეგოდ და წმინდა სინოდის და ეკლესიის საწინააღმდეგოდ. მაშინ როდესაც მე უყურებ და რომ ხედავ დრამატურგის ხელს, როდესაც წამყვანი აი მე შემოვედი ახლა აქ და 30 წამი დაველაპარაკეთ ერთმანეთს, ხო? მეტი არ მქონია. უბრალოდ შემითანხმდი რომ დავიწყებ, თქვათ ამას წავიდე. მეტი არ მქონია ჩვენ, ხო? ღმერთი რჯული, ხო? და ახლა რომ ვატყობ, რომ კითხვა და პასუხი არის ისეთი დადგმული, რომ მეტი არ შეიძლება ჟურნალისტებსაც ვერ დაუკარგავ, ნიჭიერები არიან, უნიჭოები წერებია ხოლმე ხშირად, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ეთერებში ისეთი მომზადებულია, ესე იგი ჟურნალისტი და რესპონდენტიც, რომ ნუ ამის არ დანახვა შეუძლებელია. შეუძლებელია ზოგადად, რომ ადამიანმა თქვას, რომ ძალიან მალმალე, იმიტომ რომ ეთყობა იწურებოდა რაღაცა დრო, ხდებოდნენ დამკვეთები, რომ ტემპერატურა ცხრებოდა, ამიტომ მამაოს პირით აჟღერებინებდნენ მაქსიმალურად მწვავე მესიჯებს და მამაო იძახდა რომ რატო არ მიცავს მეშიო, თითქოს უკვე იკითხებოდა ის რომ მეორე დღეს შიოსთვის უნდა და ვისგან არ მიცავს დიმიტრი სამხარაძეს. დიმიტრი სამხარაძეც ისეთივე მრევლია მეუფე შიოსი, როგორიც თავად არის. თავად გასაგებია რომ ის ჩვენ კიდე ერთხელ მეორე ჩვენ ყველა სასულიერობებს არ მხოლოდ მართლმადიდებლობას ყველას ვცემთ ძალიან დიდ პატივს, იმიტომ რომ საქართველოს და მით უმეტეს თბილისი არის ტოლერანტობის მექა არის ზოგადად და კულტურათა დიალოგის და რელიგიათა შორის დიალოგის და მულტიკულტურალიზმი ევროპაში კი არა, ჩვენთან არის. კი ბატონო, მე იმასაც კი ვიძახი ხოლმე რომ ყველგან ხოცავენ ერთმანეთს, მათ შორის როცა იძახე რომ თბილისი მეორე იერუსალიმია, მე ვიძახი რომ რატო პირველი არა. ჩვენთან კონფესიები ერთმანეთში არ ჭუბობენ ეს ფაქტია და ის ამკუთხედი გახსოვთ თქვენ ძველ თბილისში სხვადასხვა სარიტუალო ტაძრების და ეს ადამიანი მაქსიმალურად ესე იგი იძახის რომ ჩვენ ადამიანებად არ გვთulis პრაქტიკულად ამ ყოლელებად რო ადამიანებს გამოაცხადებ ხა მეტი რითი შეიძლება წევლაც არის ეს ველსახურისგან და ეკლესიის წევრისგან და რამდენ ადამიანს აბრყოლებს ამ თვალსაზრისით წარმოიდგინე ეკლესიის მიმართ მე მაგალითად არ მინდა ახლა ერთ-ერთი მეუფე დავასახელო, მაგრამ ყველას ახსოვს ძალიან კარგად, შევიდა მიხეილ სააკაშვილთან, გამოვიდა და თქვა, რომ ეს ხო, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი ეზიარა, ახსარება თქვა და მოინანია და აი ხო, მაგრამ ეთყობა რომ მოინანია. ამ ტექსტიდან გამომდინარე, ხო ეთყობა. მაგრამ დავანებოთ თავი ახლა ვერც მეუფე და ვერც მოძღვარი პირადი ვერ იქნება ახლა პასუხისმგებელი, ჩვენც მოგვინანია რაღაცა და შემდეგში ჩაგვიდენია ცოტა, მაგრამ სხვა რამის ვიძახი. მე ჩემი თავის უფლება არ მიმიცია, მიხედვით იმისა, რომ აი უკიდურესად არ მესიამოვნო, თქვათ იმ შემთხვევაში სასულიერო პირის ასეთი პოზიცია. მე კრიტიკა არ დამიშვია, იმიტომ რომ არ შეიძლება რა გამოდის სამღვდელო მით უმეტეს ასეთი იერარქი და იმას აქვს ასეთი აზრი და მორჩა და დამთავრდა, მაგრამ
ასეთივე მაქვს ნებისმიერ დიაკვანთან და მგალობელთანაც. მათ შორის და რა ვიცი, სტიქაროსანთან და ასე შემდეგ და საერთოდ მოყვასთან, მაგრამ ადამიანი, რომელიც გამოდის და პრაქტიკულად აი პირდაპირ კუპრში რა, ადუღებულ ქვაბში, ხელს კრავს სულ ყველას, რომლებიც მივჩერები ვართ რა. ამ ჩვენს ეკლესიაში ნუგეში ერთ-ერთი ეს არის ხო ეხა ჩვენს ირგვლივ რაც ხდება და დაინგრა სამყარო ხო რომელიც აღმოსავლეთი გინდა დასავლეთი გინდა უკრაინა გინდა რუსეთი გინდა თუ სხვა და სულ ვიძახით ხო ყველა ქართულს პირზე აკერა რომ მართლა ხვდებით რომ მართლაც ეხლა ხვდებით რომ მართლა ღვთისმშობლის წინ ხვდებით ქვეყანა სხვა არანაირი ლოგიკა ჩვენს გადარჩენას არ აქვს რა თქმა უნდა ეხლა ზეციდან ის ძალა ვერ გამოგეცხადება შენ 30 წელს ასეთი ის არ არის ახლა ეს როდესღაც იყო ეს იმიტომ რომ ხალხს არ ქონდა კომუნიკაციის საშუალება და არც დიდი ინტელექტი ქონდა ახლა ხო პირველ საუკუნეებში ადამიანებს და რა ეს გამოცხადები ხდებოდა ეხლა რაღაცით უნდა მოხდეს ეს რაღაცა უნდა მოგივლინოს ადამიანმა რომ ჭკვიანი ხალხი რაღაცას უნდა გაიხედო გამოიხედო მიხვდე ანალიზი გააკეთო და შენი ქვეყანა მართო რაღაცნაირად მაგრამ მართავს არა მხოლოდ მართველი მართავს ხალხი ხო ხალხს ეყდობა მადლობა ღმერთს რომ ამ ქვეყანაში დიდ უმრავლესობას აგერ უკვე რამდენი წელია იჩენს სიბრძნეს კი არ ულხის და ყველას რო ეხა ერთ ქვაბში ეხა ჩართეს ეს გააცოცხლეს თავისი ეს ფეიქ კამპანიები იმიტომ რომ ქართული ხელისუფლება ეხლა ძალიან აქტიურად რა იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ ეხლა მოინდომეს თავიანთი ძველი ტალახების ისევ ამოზელვა და ისევ მოსროლა და განსხვავებით ხელისუფლებისგან და სხვა სტრუქტურებისგან ესენი ისე უაპელაციოდ ისრიან ყველას მიმართ რა ეს ჩემს მიმართაც განხორციელდა და სხვათა შორის აუცილებლად მე პოსტიც დავწერე ამ ღრმად პროვინციალ ლელოს ახალ გამოჩეკილ კმარელებს კუპრაძე თუ კუპრაშვილი და არაფერი ერთმა ბინიდან ხალხის გამოსახლებაში დამდო ბრალი ეს ხო გავლილი ეს მეუბნება ადამიანი როდესაც მას კუკავა მუთხა რომ შენი პარტია ამწუთა სასახლის ზუგდიდი და ეს ხო გავლილი გვაქვს არა ეს გავლილი მაგრამ ეს თავიდან ჩაირთო ხო მაგრამ რა ვიცი ვიღაცა მკვლევარი არის ესე იგი ვითომ დამოუკიდებელი ვიღაც ჟავანაძე რომელსაც ავატარა თუ დევს მელიას მხარზე ზის თუთიყუშივით და ის იძახის რომ მე რაღაც კორუფციაში მქონდა ამის ფორმას მე მოძებნი ერთმა ლელოელმა უკვე ბოდიში მომიხადა უბრალოდ მისი ცოლის და ჩვენი ძალიან ახლობელია კარგი ოჯახია და ვინდობ მას ახლა თორე ბოდიში მომიხადა და მე ჩემგან არ მიიღო შეწყნარება იმიტომ რომ ერთი არის იქ ნოე ჟორდანიას სურათის წინ რომ მიხდი კომიტეტის მოსმენისას ბოდიშ და საჯაროდ მე ვთქარი ჯერ საჯაროდ მომიხადე ბოდიში მე მობრძანე ეს არის კაცობა თუ მოინანიე და შენი ხელის გამოწვენა არ მინდა და არც ჩამოვართვი ბუნებრივია ხელი ამათაც მოუვათ ეს თავის დრო და ფორმა შესაფერის მოუძებნი როგორც მოგახსენე ხო და მე ძალიან მინდა ვთხოვო მე არასდროს არც გავაკრიტიკებ და არც ვაკრიტიკებ ველსახურებს იმიტომ რომ მე ყოველთვის მასწავლე და ბებიაჩემი იყო უაღრესად ბორწმუნე ადამიანი და კანაფზე კიდევდა ჯვარს მაშინ როდესაც კისრიდან წვეთდა სასწავლო ნაწილი როცა ნახავდა ჩხრეკა იწყებოდა გულიდან და მაშინ ბებიაჩემი მეუბნებოდა სულ ყოველთვის და ბაბუაჩემი ცხონებული რომ შენ მგდელი არ განიკითხო იმიტომ მას მეტი მოეთხოვება შენ ნაკლები მოგეთხოვება და იმას გაცილებით მეტი მოეთხოვება იმას მეტად უტევს ეშმაკის ხო ამიტომ მე არ მინდა რომ მათ იფიქრონ ჩვენ მათ ჩვენ კი არ მტრობთ მე პირდაპირ ვიძახი ელემენტარული კითხვა რომ მაგალითად ხო შენ შეგიძლია კითხო დოროთეს ადამიანო მეგობარო რომ ევროპა მოითხოვა ორი რამ იმისთვის რომ ეცნო არჩევნები ევროპელმა deep state-მა ორი კანონის გაწევა ერთი იყო ეგრეთ წოდებული რუსული კანონის სინამდვილეში გამჭვირვალობის კანონი და მეორე კანონი რომელიც გააფრთხებით მოითხოვეს ეს არის არასულტანთა LGBT პროპაგანდისგან დაცვის კანონი და თუ ევროპა ოფიციალურად ამას ითხოვს შენ მგდელსახურო რა კომენტარი გაქვს ამაზე აი მე უბრალოდ ვერ ხვდები რომ იცი რა მეც აძგები ეს ლოგიკა სად არის ეგ ხო ხელის გულზედებს ეხლა იქამდე მივიდნენ რომ ქალბატონმა კოსმა საერთოდ ზოგადად ისე მიჯირყვნა ზოგიერთი ისე ხელისუფალი პრემიერ-მინისტრები და სხვები რომ უარი ათქმევინა მათ ოპოზიციას იმ ესე იგი პრო-ქრისტიანულ განცხადებებზე და ბოდიში მოახდევინა იმიტომ რომ ეს კი არ არის არჩევით ეს ესე არის და აგერ ნათქვამია ხო
2022-მდე თუ 30-მდე ეს პრაქტიკულად ყველა ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ კანდიდატებს ხო საერთოდ ვინ შეეკითხება. ეს ამბავი, რასაც ჩვენ აქ ვამკვიდრებთ ოჯახური ღირებულებები, სარწმუნოება და ასე. ეს საერთოდ არ უნდა არსებობს. ეხლა მე გეტყვი, რატომ არის ერთი ხაზი და იკითხება. როგორ შეიძლება, ხო, ეკა გიგაურიც და მამაოც, ხო, წინამძღვარიც. ერთი და იგივე საუბრობენ. ერთი და იგივე ტექსტი, ერთი და იგივე მესიჯები, რუსული ოცნება. ერთ-ერთი მსოფლმხედველობით. რუსული ეკლესია, ძალიან მინდა მაინტერესებს ერთი ჟურნალისტმა კითხოს მამა დოროთეს ერეკლემ მეორეს ამბავი როგორ არის, ეგეც პრორუსი იყო? ისეთი პროფანაცია, ისეთი წარმოუდგენელი დამახინჯება ხდება. სადამდე მიიყვარეს ახალგაზრდები, ნახეთ, არავინ არ ეუბნება. ჩვენ ხო როგორ გვიმეორე, 5 წინადება იყო ქართული კანონი, რასაც მე ხმა მივეც. ასეთ არ იყო არაფერი მასში, არც რუსული და არც ამერიკული. თაგმა თხარაო, კატა გამოთხარაო, ეხლა შემდგომმა პარლამენტმა მიიღო სწორედ ამერიკული ფარას ანალოგი, ხო? ეხლა ეძახონ რუსული. არ მოწონთ მაგრად, იმიტომ რომ აეწონთ. ერთი ადგილი. ნახეთ რაც გეუბნებით, პირდაპირ იძახიან რას? ერეკლე ტრაქტატი და მე აბავენ ის რაც გაგვიკეთა ისა რა ქვია, რუსეთმა და ბოლშევიკებმა. ჯერ სხვადასხვა რამე. ერეკლეს მდგომარეობა იკითხე და რა ხდებოდა და რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ძალიან დიდ პატივს მუსლიმ თემს, ისე როგორც სომხურ ეკლესიას, ისე როგორც ებრაელებს, სულ ყველას, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სულ ყველას. არ ვიცი, ესე გავიზარდეთ, ესეც სამყაროში გავიზარდე მე, რომ საერთოდ არავინ არავის არ ეკითხებოდა, შენ რა ჯურის იყო და რა აღწარებოდა. ვეკითხებოდი თბილისელი ხარ თუ არა, ესეც კი ზედმეტი იყო, მაგრამ ნუ ასე ჩანდა ადამიანი თბილისელი იყო. გავიზარდეთ, ბოდიში ამ ხალხთან, მაგრამ ერეკლე მეფეს ის ისტორიული გადაწყვეტილება რომ არ მიეღო მაშინ ჩვენ ახლა გულზე ჯვარი კი არ გვეკიდებოდა და დროშაზე ნახევარ თვარე იქნებოდა და ხელში ვაზი ნამდვილად არ გვეკიდებოდა. ერთი რამე რომ ვკითხოთ, ან მეუფეს არა, მეუფე ზედმეტია. მამა დოროთეს. არქიმანდრიტი. არა, შეკითხვა ესეთია, რომ რუს წმინდანებს, რუსი ეროვნების მქონე წმინდანებს, რომელიც უხვად არის და რომელსაც ჩვენ პატივს მივაგებთ, ისევე როგორც ქართველ წმინდანებს იაგებენ იქ პატივს. არც ძემს პატივს, ანუ ისინი მისთვის წმინდანები არ არიან. ხო, ნუ მან რა თქმა უნდა, ადვილად გაგვცეს პასუხს, მაგრამ შეიძლება უკვე ვეღარ შეტოპილი აქვს და ვეღარ გაგვცეს. ის ხო თავს უკვე პოზიციონებს როგორც მკვეთრი ანტირუსი. მოდი სხვა შეკითხვა დაუსვათ, კაცო, აქ ხო ცხოვრობენ რუსები, აქ ხო ცხოვრობენ ადამიანები, როგორ შეიძლება მე არ მახსენდება არც ერთი ისტორიული ეპიზოდი, როდესაც ფაშისტურ გერმანიის მოქალაქეებს, რომელსაც ბუნებრივია ხელი შეუწყეს მაშინ ჰიტლერის აღზევებას, ხო? Rise of Devil ფილმი, იქ ფანატიკოსები რო არ ყოფილიყვნენ, ხო? ხა ერთი ჰიტლერი და ერთი გებელსი ალბათ ვერ მოახერხებოდა, ხო? აქ იყო მთელი ნაციის მხარდაჭერა გასაგებია, მაგრამ ვინმე ეძახდა, როდესმე შეგერმანელო? მაინტერესებს, უბრალოდ თუ ასეთი რამ გსმენიათ რა. ებრაელებისგანაც არ ამსმენია რაიმე ასეთი ეროვნული ნაციონალური ტიპის ესეთი დამოკიდებულება სხვის მიმართ. ეხლა ეს საერთოდ რაში გადაზარდეს? ესენი საერთოდ მართლა ფანატიკოსები არიან, მართლა ბოროტის მსახურები არიან, ოღონდ ვიძახი იმ ადამიანებზე. წარმოიდგინეთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობა. ეხლა ალბათ ამ კაცად ჩართავენ რა ამ ადამიანს, ამ მოძღვარს, რომელიც მინდოდა მეთქვა არქიმანდრიტი იძახის და ის დეკანოზია. კიდე ხალხი ვერ გაიგებს ბევრი დეკანოზი არის თეთრ სამღვდელოებაში ეს მისი ის ზღდელია და ის ზღდელია ბერი და შავი სამღვდელოება მამა ანდრია ჯაღმაძის პირდაპირ გეტყვი ნამოღვაწარი მე რომ ჩემი თვალით არ მენახოს თითო აგურაგურს რო დაატარებდა კიკეთის ტაძარში და ულამაზესი ლავრა შეგვი ისევე როგორც მე პირველად როცა ეკლესიაში მოვხდი 16 წელს იქ დამხვდა ორი ახალი ის მღვდელსახ ეს იყო მეუფე თეოდორე ჭუაძე და მეუფე საბა ეს ადამიანები ზურგით ატარებდნენ საფარის მონასტერში ლოდებს. მაშინ არ წყალი იყო, არ ჩუქი იყო, არც ხელოვნური ისა რა ქვია, არც გათბობა, არც ელექტროენერგია და სიბნელეში სანთლიშუქზე აშენებდნენ, წმინდავდნენ, აპრიალებდნენ იმას, რაც დღეს საოცარ მონასტრად აღდგა კვლავ. და ასე დაკნინება საკუთარი მე პირად წყენების წამოწევა. თო პირად წყენების იკვეთება მან აშკარაა რომ ჩემი დიაკვანი კვლავ დიაკვანია. ნუ ამაში არ შევალ მე, მაგრამ ჩვენ რას გვიშვები ადამიანებს, რომელიც ეკლესიას უყურებთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, და ეკლესიას როგორც ხსნას, ნუგეჯს და უპირობო ავტორიტეტს. რატო გვიჩენ ჩვენ იმის ცნუნებას, რომ მაშინ თითოეული განვიხილოთ მაშინ და არიან ამ იმის მომხრეები, რომ რაცერიო ის ბერიო და ამ ნარატივში შესვლა ბევრს გაეხარდება და ეხა სად მიდის
სიგიჟეს ადმინის დააკვირდი რა ესე იგი ეროვნული რუსი ხო არა ეხა რუსი აღარ ეყო გათავდება ეს რუსი ეხა იმის არ იყო ხო გიორგი სააკაძის ფილმში რომ რუსი მოდის და ნუ ასე ხო ნუ ეს არ იმუშავებს ეხა ფილმში ერთი სერია იმუშავა და რამდენი სერიას იმუშავა ეხლა ადამიანები რომლებიც აი კარდაკარ დადიოდნენ ეხვეწებოდნენ ჩინელებს სხვა ეროვნების წარმომადგენლებს ინვესტიცია ეხა არაბული ინვესტიცია აი ცალკე ოღონდ ეს სხვა ხალხია დამდგმელი რეჟისორის ნახე რა არის რომ ათქმევინო ბიზნესმენ ყოფილ ბიზნესმენებს თუ რაც არიან პროევროპელებს ხო პროევროპულ ფსევდო პროევროპულ ადამიანებს ათქვევინო რომ ეს იქნება არაბულ ისტორიული ინვესტიცია ასე ხო შეიძლება ერთ დღეში დააკნინო წარმოიდგინე როგორი ორკესტრირებული არის ყველა მხრიდან ჩემთვის ძალიან სამწუხაროა რომ კონსერვატორების და მათი დაემთხვა ერთმანეთს მაგრამ იმათ თავისი მინუსები აქვს და ამათ მინუსიც არ ქვია ესენი არიან ადამიანები როცა ემუშავებოდნენ ჩინელებს და ანაკლიაში ვერ მოიზიდეს იმიტომ რომ მათდამი ნდობა არ იყო ისეთი როგორც არის დღეს ქართული ხელისუფლების მიმართ ხო ნდობა არა და ბიზნეს ჭირდება თავარი არის ნდობა და შვიდობა მეტი არაფერი არ ჭირდება მე არის კანონმდებლობა რა თქმა უნდა და ასე შემდეგ ადამიანებმა მოახერხეს მოდი პირდაპირ ვთქვა ვიძინა ივანიშვილმა ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა პრემიერ-მინისტრმა რომ უპრეცედენტო ინვესტიცია. არა და პირველ სერიაში დაგვრცინოდნენ რომ რა ეს 6 მილიარდიო და ეხლა თურმე ეს გადაიქცა, ხო, ეს თურმე გადაიქცა სიცოცხლის დასასრულად. გახსოვთ თქვენ შეგახსენებთ ძალიან მარტივია მოსახლეობას მინდა უთხრა რა. ჩემს თაობას ემახსოვრება ახალგაზრდებს არ ემახსოვრებათ, როდესაც აი დღევანდელი შერატონ მეტეხი პალასი ეს მაშინ შეიძინა ავსტრიელებმა, ხო, აუზბეკმა და იძახდნენ რომ თბილისმა დაკარგა გული. დაკარგა გული აღარასოდეს აღარ ექნება თბილის არ დაუბრუნდება უცხოელი მაშინდელი თბილისური საზოგადოება და საქართველოს ზოგადად სადაც კი გადიოდა. სადღა არის არც აუზბეკი აღარ არის არც ის არის მესამე ვის გამოიცვალა. სად არის მაინტერესებს დავკარგეთ შერატონ მეტეხი პალას ვინმე არ გვიშვებს. ჰუალინგის ამბავი გაიხსენეთ ისტერია. აბა იქ სულ აქ ჩინელები ჩამოსახდებიან იმ ხალხმა არაჩვეულებრივი დასახლება ქართველები ცხოვრობენ იქ კაცო. მეცაც გეტყვი სპეციალურად დავინტერესდი ამ ისტერიის და ისტერიკის დროს დავინტერესდა საერთოდ ჩინელი არ ცხოვრობს. არა, ქართველები ცხოვრობენ. ხო, ნეტა შეგვეძლოს ჩვენ ესე შერჩევით რომ მოვახდინოთ საქართველოში ექსპანსია იმის არაბი შეიხების. არა, ქართველები ცხოვრობენ. ხო, ეხლა აუჩვენებიათ რომ $5,000 ჯერ მითქვა რომ $5,000 $5,000 შეიძლება პარიზის გარეუბანში $5,000 რა? ახლა წინასწარ საბაზრო ფასის განსაზღვრა როგორ შეიძლება მშვიდობა იყოს საქართველოში და ხო, ნეტა ღირდეს 5,000 ვარწმუნებ ყველას რომ თუ არაბების მიერ აშენებული სახლში გახდება 5,000 დარწმუნებული ვარ 2,000 გახდება თემქაზე. აი გარწმუნებთ რა თქმა უნდა რა შანსი არ არსებობს მსგავსი არ არსებობს ფასები იციან საერთოდ მსგავსი პორტუგალის ეხლა მე მაინტერესებს რო იყიდო კვადრატული 5,000 რო დაუჩემებიათ რომელი არაბი შეიხი იცხოვრებს $5,000 კორპუსში ახლა ფონიჭალაში რა და იმ არაბებსაც ვინც ცხოვრობს ჩვეულებრივად და რაღაცა სოციალური შეჭრება აქვს რატო აიყრება ახლა თავისი და ჩამოვა ჭედა და 5,000 ეს 5,000-იც ბლეფია რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტური საპიზმი კვადრატული 5,000 თუ მინდა 5,000 კვადრატული $5,000 იქნება და ასე ორამეს უპირისპირებენ ერთმანეთს თურმე ხალხი აიყრება იქიდან საწყალი არაბობა ну გავიგეთ რომ დიდარი შეიხობა არ აიყრება 100%-იანი და არ გადმოვა ფონიჭალაში მაგრამ რაღაც არაბების ჯგუფი არსებობს რომელიც მომდგარია კარს ეხა და როგორც კი აქვს შენებლობა დაიწყება შემოვარდებიან ეს არის არა სიგიჟია ეს პროვინციალიზმი მე ხო ადამიანებს რომ მართლა სასარგებლო იდიოტებად ნუ მიემსახურებიან ეს არის სიბოროტე ეს არის სპეციალურად რასაკეთებენ ახლა ვერ ჩამოშალეს ხელისუფლება ეკლესიას ხო ფეხის ფჩხილიც კი ვერ მოაკვნიტეს ოდიში მომითხოვია ეხლა ეცნენ მშვიდობა არ გამოვიდა არანაირად რომელი ემისარი არ გამოგვიგზავნოს ხო ელჩი იქნებოდა თუ სხვა და ნუ იქიდან ხო ისა ვართ რა ქვია მე მეცინება ხოლმე ჟურნალისტებს ამ ოპო ჟურნალისტებს რომ ევროპელმა კონგრესმენებმა განაცხადეს არ არიან კონგრესმენები ევროპაში ძვირფასებო ევროპარლამენტარები არიან და სხვათა შორის მოიკითხეთ თავიანთ ქვეყნებში პოლიტიკური საერთოდ რა აქვთ რა კრედიტი და რესურსი რა საერთოდ ხალხი ერთ რა ქორუმით ირჩევენ ხო რა ქორუმით ირჩევენ საერთოდ იმ ხელისუფლებებს და აქ რო გაგვიხურეს თვითონ თავისი იმას სახლის ქორუმზე რო ამბავი ატეხეს ხო რა ეხა იქ რა ქორუმია ნიუ-იორკის ახალი მერი რა ქორუმით არის არჩეული ეგრეთ ქოქოლას ხო ეხლა ეს შვიდობა ვერ ჩამოიშალა ქართულმა ხალხმა შვიდობას უთხრა კი და სიბოროტეს და სიავეს და ომს მით უმეტეს უთხრა კაფიო არა ეხლა მიადგნენ ბიზნესს
ამიტომ რომ ბიზნეს გარემო თუ დაზიანდება, აუცილებლად რა თქმა უნდა ხელისუფლება დაზიანდება, ყველაფერს პასუხისმგებელი არა, მე ხელისუფლება. მგონი აღარ გამოვა. მაგრამ რა თქმა უნდა, მე ხალხს დაარტყავს, ხალხის თუ დაარტყავს ჯიბეზე, ეს იქნება სოციალური აჯანყება. ისევე აი, უტრიალებენ ამ ქვეყანას, საიდანაც გინდა მიადგება. სანქციებზე სირბილი, საქართველოს გაშავება, ხელისუფლების გაშავება, ადამიანების გაშავება, ადამიანებს რო აშავებ. ნორმალური არის, ხა ვიღაცა ადამიანების ჯგუფი ზის და ერთ კაცს მიადგები, საერთოდ არაფერი არ დაუშავებია ქვეყნისთვის და ჩასვენ ვიღაცა უბირი იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სიაში, რომელმაც მაგალითად გოგა ხაინდრავას ეხლა შეუძლია გადავიდეს ბალტიის ქვეყნებში, იმიტომ რომ ასე ყავთ ჩაწერილი გოგა ხაინდრავა. სინამდვილეში გიორგი ხაინდრავაა. ესე იგი, სახში გოგას რასაც უძახიან ძალიან კარგი, მე ვარ, მე უკარგესი კავშირები აქვს ლატვიას. რო ეხლა არც დამინახია. ანუ გოგას აქვს როგორი კავშირი, იცი? სააკაშვილის დროს, როდესაც მის დაჭერაზე იყო საქმე, აგერ მე ვარ მოწმე, კაცო, ჩვენ მეგობრობ, მაშინაც მეგობრობდით და ლატვიაში ცხოვრობდა კაცი. და მეცაც მაკაცები ყავს. მეცაც გეტყვა. ეხლანდელი ხელისუფლებები სხვადასხვა ქვეყნებში, ეს არის რიგი ხელისუფლებებისა ევროკავშირში. ჩადიან დიდ სოდვას. ასწლიან მეგობრობებს ანგრევენ ხალხებს შორის. ამის ავანგარდში იყო რუსი ისა რა ქვია კომედიანტი ბატონი ზელენსკი, იმიტომ რომ მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მას არავინ არ იცნობდა უკრაინელ მსახიობად რა, ის იყო რუსულ ესტრადაზე ძალიან წარმატებული პროექტი. ხო, მათ შორის ერთ-ერთი ბრწყინვალე შარჟი ქონდა სააკაშვილზე. ჩვენ არ გავკეთებ ეგეთი კარგი. ხო, ჰასტუხის ჭამაზე. ოღონდ ქართველებს დაარტყა. ხო, ეს ქართველებზე რა თქმა უნდა, რომ ჩვენ ვართ ესეთი გაუბედურებული ერი და რუსების მიერ რაღაცა დაბეჭავებული. ესეთი ადამიანი და აი ეს ყველა ადამიანი და შენ რო ჩამოთვალე არა მხოლოდ ბატონ გოგა, სხვებს უამრავი ამაგი გვაქვს იმერებზე, რომელთა ძალიან მცირე პროცენტის მიერ არჩეული ხელისუფლები დღეს ჩვენ გვევზია და ბრძოლას უცხადებენ ქართულ ხალხს, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, იცით რა არის, რომ ახლა შიშით არავის არა, შიშით გვეშინია დაუძლეველი ძალის, რომელიც შეიძლება ჩვენს ქვეყანას ბრუტალური ძალის თავს დაადგეს, ან ჩვენს ოჯახს რაღაც საფრთხე შეუქმნას. სანქციების შიშით ახლა ვერავი შენ ვერ აკადრებინებ უკადრებელს, მაგრამ გასაგებია, რომ შეურაცხყოფ ქვეყანას. შეურაცხყოფ ადამიანს, ქვეყანას, ოჯახს და ამაზე კარგ პასუხს ვსებ. დიდი მადლობა.